იუსტიციის სახლმა კი 100-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მზრუნველმამოკლებულ ბავშვს უმასპინძლა. გრანდიოზულ ნაძვის ხესთან მათთვის საახალწლო ზეიმი მოეწყო. იუსტიციის სამინისტრომ მსგავსი ღონისძიების გამართვას მომავალშიც გეგმავს. ჩვენ გვინდა შობის დღესასწაული მოგლოვოს ბავშვებისთვის, შესაბამისად ორგანიზება გავუწიეთ ამ ღონისძიებას და მოვიწვიეთ ბავშვთა სახლის და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების ბენეფიციარი ბავშვები, რათა მათთვის გეჩვქები ერთი ლამაზი დღე, შობის დღესასწაული, რომელიც დარწმუნებული მათ დაამახსოვრდება. დამოკიდებულება შეიცვალა, იმიტომ რომ ჩვენი უჩინარიშვილები გახდნენ უკვე ხილულები, შეიცვალა დამოკიდებულება და აღარ არის სიღარიბის ზღვარზე მიმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. დიდი მადლობა დღევანდელი დღესის და დღეს მაქვს ძალიან დიდი და ესეთი საშობაო განწყობა.